საქართველოს საბაიდარო კანოეთ ნიჩბოსანთა ნაკრები ერთი კვირაა მოსამზადებელ შეკრებას ფოთში გადის. გუნდი 5 სპორტსმენითაა დაკომპლექტებული. მათ შორისაა 15 წლის ფოთელი მურმან მალანია. სპორტსმენები ყოველდღე აქტიურად ვარჯიშობენ. ისინი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებისთვის ემზადებიან. მარტის პირველ რიცხვებში ნიჩბოსანთა ნაკრები აზერბაიჯანში მიემგზავრება, სადაც საერთაშორისო რეგატა ტარდება. თავარი მწვრთნელის კახა ლომიშვილის განცხადებით სპორტსმენებს ფოთში მოსამზადებლად საუკეთესო პირობები აქვთ შექმნილი და შეკრებებს ამიერიდან აქ გაივლიან. ძირითადად ნაკრების წევრები გვყავს შარშანდელი შედეგებიდან, როგორც შედეგებია ჩვენ შარშან იქიდან გამომდინარე შევარჩიეთ ნაკრების წევრები. პირობები, რა თქმა უნდა, ფოთში იდეალური პირობებია ზამთრის მომზადების ნიჩბოსნობისთვის, საერთოდ ესე იყო. ვემზადებით ჩვენ ძირითადად ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატისთვის ასაკობრივ ნაკრებში და მიუხედავად ამისა კიდევ მოგვიწევს საერთაშორისო შეჯიბრებებს და სხვა შეჯიბრებების მონაწილეობის მიღება. ვარჯიშობ დღეში 3-ჯერ, დილას უფრო ხშირად დავრბივართ, შუა დღეს და საღამოს ვაკეთებ წყალზე კილომეტრას, დაახლოებით დღეში გამოგდის 35-40 კილომეტრამდე. საქართველოს საბაიდარო კანოეთ ნიჩბოსანთა ნაკრები ფოთში თვის ბოლომდე დარჩება.